გამარჯობათ, მეგობრებო, გამწერებო, კარგო ხარ. გამარჯობათ. კიდევ ერთი კულინარიული ვიდეო ჩავწეროთ ბატონო დავით. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე დილეტანტი მზარეულები. თუ ვიღაცა პროფესიონალი მზარეული ხართ, ნუ დაგმობთ. ზოგი გმობს. თქვენ არს იარაღის განხილვა ქია საჭმელსად ვაკეთებთ. ხო, ჩემ ძმაკაცებით მეუბნები. ხო. არა უშავს, მე ჩვენ ვეუბნები და ჩვენ გვაქვს მეორე იარაღი, სადაც მარტო იარაღის განხილვა ქვია ზურა კვანჭახაძე იარაღის განხილვა. იქ რამდენი გამომწერია? ცოტა. 33000 უახლოვდებით. აქ 123000 უახლოვდებით. ანუ ესეც იყოს. თუ არ გსურთ რომ უყუროთ, გადართეთ. კიდე მინდა ვთქვა რომ აი ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება ჩვენი ძმა მეგობარი კომპანია USA to Georgia, ყველა მიცით. საქართველოში ერთხელ მაინც გექნებათ მაგ კომპანიის რაღაცა ჩამოტანილი. მოაქვთ ხარისხი და სწრაფად და ძალიან ისე რა. ხარისხიანად. ეხლა რისი გაკეთება მინდა? გავაკეთოთ თურქული ქაბაბი. ბატონო. ლავაში არ უნდა? არანაირი ლავაში არ უნდა. ამისთვის ოღონდ მოდი გავაქართულოთ რა. ქაბაბი სადაურია? ქაბაბი? კაბაბ. თურქული. ან თურქული ან არაბული. თურქული ქაბაბი. ანუ ქაბაბი ხო თურქულია. თურქული ქაბაბი და ქაბაბი რა მნიშვნელობა მაშინ? არა, უყურე. ქაბაბს აკეთებენ აზერბაიჯანები. საქართველოს აკეთებენ ქაბაბს, არა, ესეთი წესით ქაბაბს როგორც მე გავაკეთებ. მე საქართველოში არ მინახია. თურქეთში რო ვიყავი, იქავ ნახე და მე რეცეპტი მოვიძე და მოდი გავაკეთოთ. ერთადერთი დარგოვა ისე რომ ღორის ხორცია და საქონლის ხორცი შერეული, დანარჩენი ტექნოლოგია დავიცვათ. ამისთვის დავჭირდება თვითონ ფარში, მარილი, პაპრიკა, ხახვი, მწვანე ბულგარული, წითელი ბულგარული, ორი ბადრიჯანი და ერთი ბოთლი ღვინო. ღვინო დასალევად. მოკლედ, ეხლა ნახეთ მეგობრებო რა ხდება. მარილსა და პაპრიკას აურივ ფარში, ამას დავწვი წვრილად. ამასაც წვრილად დავში, ამასაც წვრილად დავჭრი. ეხლა რომ დავჭრი და ჭრა და გაყურებინოთ არ მინდა, იმიტომ რომ თქვენი ძვირფასით რომ დავყარგო, ამას უყოლაფერს ეხლა დავჭრი, დავვალაგებ. და ამაში როგორ შევაზავებ, მაგას გადავიღებ, მე როგორ ავაგებ და ბადრიჯანს როგორ გამოვიყენებ, მაგას გაჩვენებ და მე შევწვა და კაი პური ვჭამოთ. აი ესეთი კატალოგია ქართველი მეწარმეების ნაწარმი და მაღაზია ბლეიჩიში, სადაც დანები იყიდება ეს ფიგურებიც ღირს 150 ლარი, გაკეთებულია სრული წესით დაცვით, რომ ეთნო ფიგურებია, მინიმალისტური, ეს დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, რუსთაველი და ჩვეულებრივი ქართველი ჩვენი წინაპარი ჩოხით რო დადიოდა. ესეც გათხრების შედეგად ნაპოვნი თამადა ძალიან გავს იმას, რაც იპოვნეს. ასე რომ მობძანდით, ვისაც სასაჩუქრით გინდათ, მშვენიერი რაღაცა არის. ანუ, ნახეთ მეგობრებო, ის ორი წიწაკა დავჭერი და ხახუნახევარიც რა, ეს უკვე თქვენზეა. ანუ ეს მწვანე ბულგარული, წითელი ბულგარული და წიწაკა უნდა. ეხლა ამას ავიღებ. იტალიის დროშას არ გავს? იტალიის დროშას. მარილს დავაყრი. ესე? იტალიის დროშას. ევრიც არ უნდა და დავაყრი პაპრიკას. პაპრიკა არის რავი, პილპილია რა, შებოლილი. აი ეს. ეს რავი, თუ გენ ბევრი არ მოგივათ რა, გემოსთვის კაი. მოკლედ მეგობრებო, ხო ნახეთ როგორ ვიტანჯებოდე, ამიტომ მე ჩავრთე ჯარის გამოცდილება. თუ ბუნებაში ხართ და ეგეთი აღლიში გიგორდებათო ერთმანეთში ვერ აჭრით, ჩადეთ ცელოფანში, უბრალოდ ხელი ჩაყავით, ბატონო დავით. ვერსად ვერ გაიქცევა და კაი ჯიგრიანად ახლა მოიტანე. აი ნახეთ, ეს ერთმანეთში ძალიან მაგრა უნდა გადაერიოს რა. არ დაგეზაროთ. ერთი 5 წუთი მაინც უნდა რომ ეს ერთმანეთში აიძილოს და მე ხორცი რო დაიშლება, თვითონ ეს ხო ფარშია. ხორცის
ძაფები ერთმანეთში უნდა იყოს თუ გადახალართული, ერთგვაროვანი მასა უნდა იყოს, რომ შამფურიდან არ ჩამოვარდეს. მით უმეტეს არ ვაკეთებ იმაზე, რა ქვია. ჩოულებრივ შამფურზე ვაკეთებ რა. ქაბაბს თავისი შამფურია, მაგრამ ამას არ აჭირდება. ყველა ვარიანტში მე რაც ვნახე არ აჭირდებოდა. ავაგებ და გაჩვენეთ მერე მაგამას. მოგე ცელოფანში ჩავდე და შიგავ ზილე 1-5 წუთი. ნახე რანაირი გამოვიდა, აი. ერთგვაროვანი მასა. ეს რა არის? ეგ არის ხავში ამას ჩაარჭო და დაჭრი რა. აი, თუ გეთავი მოიფხანე, მაგრამ საჭმლისაა და მაინც არ გიჩვენე. მოკლედ. ეს გავამზადე. პრეზენტაბელური შესახედავი არ არის, მაგრამ მოდი ახლა გავაკეთოთ ჩვენი მთავარი და საიდუმლო ინგრედიენტი. ამხანაგი აჰა, კაი. აი ეს უნდა დაჭრათ აი ესე რგოლებად. რასაკეთებ ბატონო დავით? მაიმუნ. მაიმუნ. ნუშვები რა. ძალიან სქლებად არ დაჭრათ, არ თხლათ რა. ნუ აი ესე უნდა იყოს, აი შეხედეთ. აი ესეთი. მე უკვე თქვენზეა დამოკიდებული რა. ბადრიჯანი, ვისაც არ გიყვართ, არაფერი არ გამოგიოთ, არა, შემწვარი ბადრიჯანი კაია. მე არ გამისინჯავს. ბადრიჯანი? ხო. რატო უცხოხილია? არა, არ გამისინჯავს. ან გამისინჯავს და ადრეძან. აი ეს. ეს დავჭერი. მოდი ახლა მეორეც მივაჭრა ბატონო დავით. აჰა. რა უცნაური მცენარეა, აი ბადრიჯანი. აი ხო ზურაჯან, ლეოჯან, თუ ბადრი ქვია? ბადრიჯანი. გამოხორა ბადრიჯანი. ძმაკაცი მყავს იქ მარნეულში, მომსახურობდი ავიაციაში და ბადრი ერქვა და ბადრიჯან როგორ ახარ? თუ გიყურებ? ან რა ქვია, რა დააცემინოს ჯანი, ბადრიჯანი. ბადრიჯან დაუძახებ და ვსიო რა. ეგ ამბავი. ბადრიჯანი. ბადრიჯანი. ეხლა მოდი ჩვენ დავიწყოთ იმის გაკეთება, რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ. ბადრიჯანს ამოვაცვეთ ჩამფურზე. მე ხორც ამოიღებ. შენ გაგისინჯავს ხო ეს? თურქეთში. თურქეთში თუ რაღაც ხო გაგისინჯავს? თქვით რო ვიყავი. თქვით არ იყავ. ო, იყავი? მე ეჭვება რაღაც. რა? იცი რომ თქვით არ ჩავარდებოდი, ხო? ხო. ფეხს გადავიღრდი და გამოვიქცეოდი. თქვი ჩავარნა არის ძალიან ცუდი. იმასაც გააჩინე კიდე ვისთან ჩავარდები რა. ანწუხელიძე ცხოტრე თქვით ჩავარდა. ეს. მერე? მერე? და აწამე ზაღლიშვილებმა და მოკლეს. მაგათი დროც მოვა, ვინც ეგ აწამა. ერთი უკვე მოკლეს. აჰა. მოკლედ აი ესეთი რაღაცა უნდა გაკეთეს რა. რა ლამაზი რაღაც გავაკეთე. რა. ეხლა შენ თამაშობ. საჭმელი თამაში არ შეიძლება. ხო იცი? ეს საჭმლის ნარჩენია ჯერ ერთი საჭმელი არა. ნარჩენი? აჰა. მოკლედ ჩამფურზე აი ესე ააგებთ რომ გამოვიდეს ლამაზად. იდეაში რახან ესია. ამ ბადრიჯანმა უნდა დაიჭიროს ეს ხორცი და არ უნდა გაუშვოს. პირდაპირ ვიტყვი ეს პირველად მე მიჭამია, მაგრამ გაკეთებით ვაკეთებ პირველად, ასე რომ რა მოხდება არ ვიცი. ეს. მოგეთ ახლა პრინციპი ნახეთ. აღარ დაგტანჯავთ, აი სულ დავაგო და რანაირი გამოვა, ბოლოს გაჩვენთ ან დავალაგოთ მე შევწოთ. მოკლედ აი ეს ახლონდანა ჩვენი აი ესეთი რაღაცა გამოვიდა, აი. სუშის გავს. სუშისა გავს? იაპონურად სუში ცი როგორ არის? არა. სუსი. სუსი. სუსია. ეტევა. იმედი ახლა ესენი? არ ჩამოვარდი.
არ ჩამოვარდება. ეხე წაიღე. ეხლა აქ არის ორი სტიქია რა. ხორცი ადურად შეიწულა. და ის ბადრიჯანი სცენარია და წვნიანი რაღაცაა რა. ამიტომ თუ ატრიალებთ სწრაფად მოატრიალებთ, ნელა-ნელა ატრიალეთ, უყურეთ რომ ხერცი მოიწვას და შეიკრას. და არ მოცილდეთ, სულ ყურადღების ქვეშ გქონდეთ, ეხლა მე ეგ დავალაგე და წავედი აბანოში არა. შეიწვას. რა სინიხარ. კოღოები დაგვეცა, აი, სამხურში ბიტობარი ცუდი რა, ხანდახან ტყეში ყოფნა რომ კოღო იცის ამ მოხერმა. შევწავთ. და მოგახსენებთ სოყოლას ისე როგორც იყო რა. თუ ჩაგვივარდა, გეტყვით რომ ჩაგივარდა. ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ. დავალაგეთ, დაიწყო შეწვა და ვნახოთ რა გამოვა. ა ბატონო დავით. შენ რა აი ესეთი უნდა გახდეს, ახლო მოიტანე და დეტალურად აჩვენე. ყურადღება მიაქციეთ, ჩვეულებრივ შამპურზე გავაკეთე. არანაირი ის არ დაჭირვებია რა. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფარში ღირს კილო 10 ლარი. მოდი ბატონო დავით, აი ეს წავიღოთ ერთი ცალი, ერთ თბილად იყოს რა. აიო. ხოდა ჩვენ არ გვიშლის ხელს. გავსინჯოთ. შედი. გემრიელად გამოიყურება. გემრიელად? გემრიელად. ბოთლის ღვინო არა მაქვს, ბოცა გავხსენ. ხოდა მთელი საქართველოს აქედან ასვლა. ეს ბატონო დავით. უკვე პურჩა აფრინდი შენა? მოდი ეს ცოტა შეცივდეს. და რაღაცა მინდა ხელი არ მოკიდო. არ კიდევ. ჩვენი მეგობარი კომპანიაა. ნანახიოთ უკვე ვიდეო დავდე დანებზე. გვია ვლადეჯი. შეგიძლიათ აკრიბოთ ვლადეჯი თვითონ ამ ვიდეოს აღწერაში ზოგმა არის აღწერა სადე რომ ვიდეოს ქვემოთ სათაურო წერია, იმას მიაწეკეთ და პირდაპირ ამას ამოგაგდეთ. იმათ მაღაზიას ნახავთ. დინამო სტადიონის გვერდზე აქვს მაღაზია. პანდაში. იხვიდეთ დანების ადეკეთმა ყველგან. რომელი ნომერია? 26. 26-ში. მოკლედ დანა გამოგვატანეს. აი ესეთი. თორე ჩვენ დანების მაგარი მოყვარული ხარხი ვართ. დანოფილები ვართ. მოდი ამას დავდებ რომ ეს არ დაისვაროს. ამას ვათამაშებთ რა. მეგობრებო. აი ესეთი საწმენდი მოყვა რაღაცა. მოთხრობა მოყვა. სურათები. მე პასპორტი თავისი. დანაზე გადავიდეთ რა. დანას საკეტი ნახეთ როგორი აქვს. კამერზე გაიგეთ და დაკეტა. და აი ესეთი რაღაც. ახალი დანა. შვედური ფოლადისგან არის დამზადებულიო. და თვითონ იმათ მითხრეს 1000 რამე რაც მე ვერ დავიმახსოვრებ. აი ეს პლასმასის სპეციალური რაღაცა. ფერიც ისეთია, კაი. არ გაჩვენებათ ეს. სუბუქია. თვით გადარჩენის დანა არ არის. მაგრამ კაბაბი ჩამოსაჭელი ხოა ვიც მოიგეს მომიტევეთ თქვენი დანით მე ახლა ამას. ბატონო დავით. ეს. Right. Nice. Nice. აბა. რას გასინჯა? ხორცს თუ ბადრიჯანს? ხორცს. მამაში ხორცს ჩააფრინდი. ვა, მაგარი ცხელი. არის რა ცხელი. მაიცა? მე მაინც ჯარისკაცი ვარ, ცხელში ვერ შემაშინებს. მეც მომავალ ჯარისკაცი ვარ და ვერ შემაშინებ. შეჭამე. მაგრამ აი ეს მიაყოლე აუცილებლად. მი. ძალიან მაგარია.
ეს გააკეთეთ. ო, რა უნდა მეთქვა? ეხლა მე მაგარია. იმიტომ რომ ხახვი და ბულგარული გავუკეთე. თქვენი ზანა ჯიგარო, ვინც მოიგებთ? გავწმინდი, ამას მე უფრო კარგად გავწმინდავ. სუბუქი დანაა, ბრიტოსავით მჭრელია. ძალიან ხარისხიანი დანაა. თავისი მოყოლო ჩასადები ვიდეოს დადებიდან ერთ კვირაში შემომეხმიან ერთი კვირის განმავლობაში. დავდებ მე ვიდეოს, ვინ მოიგო. ანუ ამისაც რომ მოიგოთ, რა უნდა გააკეთოთ? უნდა კომენტარი დაუწეროთ ამ ვიდეოს, სამ სიტყვიანი მაინც, რა ზოგი მაინც ერთ სიტყვას აწერს. რა ნიშნება? და აი სამ სიტყვიანი თუ არ ეკებდა ვიღაცა მოიგო. და გადავათამაშე მაშინ თავიდან. ხო? სამ სიტყვიანი უნდა იყოს და იმიტომ. და აი ამ ძალიან მაგარ დანას გადავცემ. შორტ ვიდეოს ან მოკლე ვიდეოს დავდე, ყურადღება მიაქციეთ რა. თუ მოიგეთ და ერთი კვირა არ გამოშით მოგებიდან. აი ვთქვათ თემურ ჯალაღანია მოიგო რაღაცა, ხო? და ეს თემურ ჯალაღანია არ გამოჩნდა ერთი კვირა, ხო? მერე ამ დანას ვიღაცას მერე ჩემი იმითი სხვას მიცემ, იმიტომ რომ საწყობი არა მაქვს, ხო? თქვენი დანამე შეგინახოთ. ერთ ეშმაკობას გასწავლით. მარტო ერთი კომენტარი უნდა იყოს ის პროგრამა თუ ერთი აკაუნტი ან ორი კომენტარია წაშლის ავტომატურად. ეგ ერთი. და კიდე რა უნდა ვთქვა? თუ ოჯახში 10 ხართ, 10 ოხრიდან გამოიწერეთ არხი და ჩინეთში ხო ძალიან ბევრი დიდი ოჯახები არის. ისინი ნაღდი მოიგებენ. მართალი ხარ. ხო და ამ დანას ვინც მოიგებს, მერცმა გაუმარჯოს. ბატონო და ბევრი ყურის ჭამაში. მოდი სადღეგრძელოს გეტყვი რა. მითხარი. ამ ჭიქით სასმისით, ო ფიალით. ღმერთმა დალოცოს შეგნებული ხალხი. იცი რა ნიშნავს შეგნებული ხალხი? განათლებული. არა, შეიძლება გაუნათლებელი იყო, მაგრამ შეგნებული იყო. აი მეცხვარი ხარ რა, არა გაქვს წიგნები წაკითხული ხარ რა, კიდე არ იცის ეხლა იმ რა ვიცი. ბახის მეცხრე სიმფონია როდის დაიწერა, მაგრამ შეგნებული ადამიანია. მე როგორ არ ვიცი. შენ როდის დაიწერა? ჰა? როდის დაიწერა? რა როდის დაიწერა? ანუ ეხლა ხო თქვი რა, კიდევ თქვით. გამიჩ. აიც არა ბატონო დავით, ეხლა შენ ნუ გადამახვევინე საქმიდან. აი რა ვიცი, რა ერთი მაკაცმა თქვა, მეცხვარეებში ვიყავიო და ვშიოდა მაგრაო. აი ესე საჭმელი მოიტანეს დაალაგესო და ეს მეცხვარე მოვიდა მაგარი მშიერი იყო, დაჯდაო და სანამ სულ ყველა არ მოვიდა, სანამ სულ ყველა არ მოგროდა, აი გამიკვირდა კიდევაცო რა. ერთი ლუკმა აი პატარაზე არ მოწდა და არ შეჭამო. ეგ არის სულ უკვე შეგნება. რომ კაც დაელოდა, ზოგი მიო ღორივი ჭამას დაიწყებს გამიგე? შეგნებული ადამიანო გახდე? მქონია ეგეთი სიტუაცია და არ მიჭამია. მართალი ხარ. შეგნებული ადამიანო გახდე, რა არის ამის საჭირო? ვიღაცამ გასწავლოს ხო ეს ყველაფერი. სტილობა და ასე შემდეგ. მე შეგონებებს დაგიწყებ ხოლმე და შეგონებები ჩავწეროთ რა. გაიგე? ყველა შეგნებულ ადამიანს გაუმარჯოს. გენაცვალე ჩემთა. ავი. ზოგი მტე შენას ბევრი ხალხი აღარ უყურებს და მოდი რა ვინც უყურებ და ვინც ჩიგლათა ვართ, ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩვენ თამადობთ კიდე შეიძლება კამპუჩიელია ჩვენი არც იცის რომ ქართული ვარსებთ, მაგრამ შეგნებული კაცია. იცი კამპუჩია სად არის? ეხლა კამბოჯა ქვია. ან პოლპოტი ყავდათ, მოკლედ მე მოგიყვები რა წითელი ხმერების უბედურობას. აბა, აგვიმარჯოს. ეხლა როგორ გასვლა მიატრიალო კამერა გვინოს ვერ დავლა. ამილი აი ეს გააკეთეთ. ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელი რაღაცა. კარგად ვდანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.